მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინააღმდეგია ახალი თეატრის მანიფესტი ჩატარდეს შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტი ჯაბა ნათენაძე გვეუბნება, რომ მის წერილზე, რომელიც შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე საათით გადაკეტვას ეხებოდა, მერიამ უარყოფითი პასუხი გასცა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ახალი თეატრის მანიფესტი 30 მარტს 19 საათზეა დაგეგმილი, სად ჩატარდება ღონისძიება. ნათენაძემ მერიას ალტერნატიული ფარჩის თხოვნით დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. რატომ არ გასცა ნებართვა ახალციხის მერიამ იმ ფონზე, როდესაც ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი წინა საახალწლოდ და ქართული ოცნების ღონისძიებისთვის 3 დღით იყო გადაკეტილი. დამატებითი კითხვებისთვის ჩვენ მერიას მიმართეთ, თუმცა იქ გვიპასუხეს, რომ წერილშია მითითებული, ხოლო წერილში მხოლოდ ის წერია, რომ მერია პაატა ნათინაძის ქუჩის მონაკვეთის გადაკეტვის წინააღმდეგია. მერიისგან მივიღეთ უარი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ერთაბზაციანი უარი, რომლითაც ის ამბობს, რომ უბრალოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინააღმდეგია ჩაატაროს, წინააღმდეგია ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება, რაც არანაირი დასაბუთება არ ქონდათ, რაც ვფიქრობ არასწორია. გარდა ამისა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ დასაბუთებად ჩათვალეს ის, რომ უწერიათ, რომ თურმე საახალწლო ღონისძიებები ყოფილა სახალხო ღონისძიებები და იმიტომაც ხდებოდა გადაკეტვა და ჩვენ არ დაგვიწერია, რომ სახალხო ღონისძიებებზე რატომ კეტავდითო, ჩვენ უბრალოდ დაუწერეთ ეს ადგილი და კონკრეტული თარიღი იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ უფრო მარტივად, თუ რა ადგილზე გსურდა აღნიშნული მანიფესტი, რომ გამართულიყო. ამისთვის იყო მითითებული. ახლა რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ უკვე ცნობად მივაწოდეთ მათ ინფორმაცია, რომ ვაპირებთ ისევ გავმართოთ მანიფესტი, ოღონდ ამ შემთხვევაში გავმართოთ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ის არის უფრო იზოლირებული, არ საჭიროებს არანაირ გზის გადაკეტვებს და სპეციალურ ნებართვებს. უბრალოდ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ მერიას, რომ მან უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოება ამ ღონისძიების კარგად ჩატარებისთვის და შესაბამისი სამსახურები ჩააყენოს საქმის კურსში. რამდენი და რა ღირებულების პროექტები განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტში USAID-ის მხარდაჭერით და რა სახის სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა. ახალციხის მერია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს არ ღვევს და არ გვაძლევს კანონით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციას. ზემოთხსენებული კითხვებით ახალციხის მერიას 6 თებერვალს მიმართეთ. მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოეწოდებინა, მათგან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. IDFI-ის იურისტი ნიკა ბოლქვაძე საჯარო ინფორმაციის მიწოდების მაჩვენებლის გაუარესებაზე საუბრობს. მეტის ხარჯების ფარგლებში ჩვენ გავაგზავნეთ 3 წლის განმავლობაში 204 განცხადება. და ამ 204 განცხადებიდან მხოლოდ 6% იყო ისეთი, ან მხოლოდ 12 მოთხოვნა იყო, რომელიც დაკმაყოფილდა სრულყოფილად კანონით დადგენილ ვადაში. 10 დღიან ვადაში სრულად დაკმაყოფილდა მხოლოდ 6%. ხოლო განცხადებების დაახლოებით 60% საერთოდ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა. ანუ ეს ნიშნავს, რომ როდესაც დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებები აი ამ მასშტაბით რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის განცხადებებს, ეს ნიშნავს, რომ ეს სისტემური უკანონობას აქვს სისტემური ხასიათი, არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ არის სახელმწიფო პოლიტიკის, ანუ საჯარო დაწესებულებების ყოველდღიური ქცევის ჩვეული ნაწილი. ჩვენ ხედავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში დემოკრატიის მკვეთრი გაუარესების ფონზე საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან გაუარესებული, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის კრიტიკულად სჭირდება საჯარო ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით საყურადღებო არის, რომ საჯარო დაწესებულებები გამოირჩევიან ანგარიშვალდებულების ძალიან დაბალი ხარისხით და მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ გამოვავლინეთ აი წლების განმავლობაში სამართლებრივი მხარდაჭერის ფარგლებში, არის არა კანონმდებლობაში პრობლემა, თუმცა ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საჯარო დაწესებულებების სისტემური უკანონობა, სისტემური უკანონო პრაქტიკა, რომელსაც
ინფორმაციის მომთხოვნი პირები აწყდებიან. პროევროპული აქციის 70-ე დღე ახალციხეში. მოქალაქეები ტრადიციულ დროს, ტრადიციულ ადგილზე უკვე 2 თვეზე მეტია იკრიბებიან. მზე ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-ი და Facebook გვერდს TokTV-ით. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.